გამარჯობა მეგობრებო, თქვენ ალბათ ნახეთ სუპერმარკეტში რომ ვიღაც ვაკელი ბიძერი შედის და იქ ბიჭებს ეუბნება რომ რა პონტია ეს დაჭერებითო დაგერეკათ ჩემთვის და მოგვარდებითო ეგ სინამდვილეში იყო ვინისიუს ჯუნიორის მიერ მოგზავნილი ხალხი რომელიც კონორ ბრედლის მოუგზავნა და უთხრეს რომ რა პონტი იყო ესე ფეხი რო არ გაანძრევინეთო დაგერეკათო ჩემთვისო აი ეგ ვიხილეთ ჩვენ ენფილდზე გუშინ კონორ ბრედლის მიერ აბსოლუტური მსოფლიო კლასის შესრულება ვინისიუსის წინააღმდეგ და ზოგადად მთელი რეალის წინააღმდეგ, იმიტომ რომ დაცვა და ეს ბიჭი რო იწევდა და რომ იქონდა ბურთი ზემოთ და კომბინაციას იწევდა თუ რაღაცა პას გააკეთებდა, მოკლედ შესანიშნავი თამაში ქონა კონორს და ჩემთვის არის ამ შემთხვევაში man of the match. საოცრად კმაყოფილი ვარ მთელი გუნდით, ეს არის ის რასაც ველოდით ჩვენ ამ გუნდისგან. ზუსტად აი ეს შემართება, ის ენერგია, მონდომება, გამოცოცხლება ზოგადად ყველასგან აბსოლუტურად ხო, თქვა ჩვენ შეიძლება ვთქვათ რომ მოს არ ქონია რაღაცა პოზიტიური სტატისტიკური ჩანაწერი ამ შემთხვევაში ასისტის ან გოლის მხრივ, მაგრამ ჰქონდა შესანიშნავესი თამაში, აიკლო თავისი ფლანგი, ძალიან აწუხებდა იქიდან მთელს რეალის დაცვას და სამწუხაროდ არ გაუმართლა რამდენიმე მომენტში, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს ფორმა თუნდაც აი ესე თამაში და მაგალითად ისო რომ რაღაცა კონკრეტული შედეგი არ ექნება ესეთი თამაში რომ თამაშიდან თამაშამდე ვიხილოთ მოს მხრიდან ეს მთლიანად გუნდსაც წაადგება და რაღაცნაირად თებს შეასხავს იმიტომ რომ ის არის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და დარწმუნებული ვარ რომ შესანიშნავი სეზონი გვექნება და შემოტრიალებული სეზონი რომელიც პრინციპში არც არის შემოსატრიალებელი ეხა რაღაცა ცოტა რამდენიმე ქულით გაგვისწრო არსენალმა პრემიერ ლიგაში და არაფერი ტრაგედია მაგაში არ არის მაგრამ ზოგადად გუშინდელ თამაშზე რომ ვისაუბროთ ეხა ის რა ანგარიშის დაფიქსირდა ენფილდზე საერთოდ არ ასახავს იმ ყველაფერს რაც მოხდა გუშინ მოედანზე რომ არა კურტუა აბსოლუტურად სხვა შედეგს ნახავდი აი მაგალითად ეს თამაში და ესე რო ეთამაშათ მიუხედავად იმისა რომ ასტონ ვილას მოუგეთ 2-0 ის თამაში ესე რო ეთამაშათ როგორც გუშინდელი თამაში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ალბათ 1-7-0 დამთავრდებოდა ასტონ ვილას წინააღმდეგ აი ესეთი თამაში აჩვენეს და თავისთავად იქ რეალს თავისმა გამოცდილებამ კლასმა და ამ შემთხვევაში ბეკარემ რომელმაც ზუსტად ისევე გაგუტანჯა როგორც თავის დროზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩვენ გვახსოვს რომ ესე იგი დაუბომბეთ მათი კარი და რამდენი ბურთი მოიგერია მაშინ კორტუამ და ერთი შეტევა გააკეთა რეალმა და გაგვიტანეს და მაგით მოგვიგეს თამაში ხო და ზოგადად რეალს ჩვევია ხოლმე ესეთი რაღაცეები და მაგისი ცოტა რაღაც მომენტში მეშინოდა იმიტომ რომ ზოგადად ახასიათებს მადრიდის რეალს მსგავსი ტიპის გამოხტომები და გამონათებები რომლითაც თამაშს ამთავრებს ხოლმე და აი ზუსტად კონორის აი ეს კარგი თამაში რაღაც მომენტში ცოტა შიში მქონა რომ აი გამოცდილების ამბავში რაღაცა ცოტა მოდუნების ამბავში შეიძლება და გამოეყენებინა რეალს და მბაპეს და ვინისიუს და ზოგადად ეხა რეალს თავისი რეალობით რაღაცნაირად მოეკვარახჩინებინა ის მაგრამ არ მისცეს ამის საშუალება არც კონორმა მისცა ანუ ბოლომდე კონცენტრირებული იყო თამაშის ბოლომდე დაცვაც ფანტასტიკურად თამაშობდა განლაგება და ზოგადად ტაქტიკაც მშვენივრად იყო ყველაფერი ლივერპულში მამარდა რომ ვახსენოთ ამ შემთხვევაში მას ბევრი სამუშაო როგორც ესეთი არ ჰქონია ერთი შემთხვევა იყო როდესაც ბელინგემმა დაარტყა და მოიგერია ისიც ძალიან კარგად მაგრამ აქაც მომენტი ის არის რომ როდესაც შენი გუნდი და დაცვა არ აძლევს მოწინააღმდეგეს იმის საშუალებას რომ შემოგიტიოს შეიძლება რაღაც მომენტში მოდუნდე და აი ეს ზუსტად ერთმა პატარა წკაპმა გადაწყვიტოს ყველაფერი და ამაზეც აქვთ ხოლმე ხშირად მადრიდის რეალის ფეხბურთელებს გათვლა რომ ეხა ჩვენ რაღაცა ესე ბურთს ვაგორავებთ ესენი იფიქრებენ რომ ჩვენ ვერ ვთამაშობთ და უცებ რაღაცა მოხდება და დამთავრებულია თამაში და მაგრამ აი ზუსტად იქ რომ ხარ ყოველი წამი კონცენტრირებული რო ხარ და ყოველ წამს რო მაღალ დონეზე თამაშობს ეს არის ზუსტად სოფლიო დონის გუნდობა სოფლიო დონის ფეხბურთელობა და შესაბამისად აი ეს ყველაფერი ვიხილეთ ჩვენ მთლიანი გუნდისგან რომელსაც შეიძლება ვიღაცას რაღაცა გამონათება როგორც ესეთი არ ჰქონია მაგრამ ის რომ გუნდი ესე თამაშობს არის იმისი დამსახურება რომ ყველა ადამიანი თავის როლს უმაღლეს დონეზე ასრულებს შეიძლება როგორც ესეთი აი ვიღაცა არ ჩანს როგორც რაღაცა ბრჭყვიალა და ბრწყინვალე ნაწილი ამ გუნდისა მაგრამ ერთიანობას აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა იმისთვის რომ ვიღაცა კონკრეტულ ტიპებს მიეცეთ
გამონათების და გალაღების საშუალება ამ ყველაფრის საწინდარი ზუსტად ის არის, რომ ყველა ადამიანი და ყველა მოთამაშე თავის გასაკეთებელს პირნათლად ასრულებს მოედანზე. ამ შემთხვევაში მაგალითად რო ვახსენოთ თუნდაც ფლორიან ვირცი, რომელსაც ასევე სტატისტიკურად ჰქონდა ის, რომ ყველაზე მეტი შანსი შექმნა გუშინდელ თამაშში და ეს შანსები არ რეალიზდა სამწუხაროდ, მაგრამ გარდა ამისა, ის რომ მაგალითად კონორ ბრედლი მთლიანად ამოკეტა ვინისიუსი თავის ფლანგზე, აქეთ ფლორიან ვირცი იყო ადამიანი, რომელიც ჩანასახში ვეკლავდა, როგორც ვინგერი თამაშობდა მარცხენა ფლანგზე და ჩანასახში ვეკლავდა აბსოლუტურად ყველა შეტევას რეალისას. ასისტი და გოლი არ დაუდია, რომელზეც ესე იგი ტვინი წაიღეს ამ რაღაცა ტროლ იუმორისტულმა გვერდებმა, რომელიც პირდაპირ rage baiting-ია და მეტი არაფერი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აუყვეთ ამას, იმიტომ რომ არაფერს არ ემსახურება გარდა იმისა, რომ ვიღაცა წამოაგოს პროვოკაციაზე და იმათმა იქ engagement-ი აწიონ, იმით რომ იქ დაუკომენტარებ ან რაღაცა ვიღაცას აყვები. Manchester United-ის და City-ის და Everton-ის ფანების tweet-ის screenshot-ის ქვეშ რატო უნდა შეხვიდე ვიღაცასთან დისკუსიაში, მე ეს არ მესმის, მაგრამ ბევრ ხალხზე მოქმედებს ეს rage baiting-ი, ამიტომ მე გირჩევდით, რომ თუ რამე ესეთი შეხვდებათ გაატარეთ უბრალოდ და hide all მიეცით ამ pages Facebook-ზე ამ შემთხვევაში, რომ engagement-ი დაუვარდეთ და თვითონ ერთმანეთს ელაპარაკონ Manchester United-ის და Everton-ის ფანები იმაზე თუ როგორი ცუდი ფეხბურთელია ფლორიან ვირცი, რომელიც უდიდეს ჯაფას გვთავაზობს ყოველ თამაშში და ის რომ ვიღაცისთვის რიცხვებით არ ჩანს ეს ყველაფერი თამაშს როგორ თამაშობს ეს ბიჭი და ისეთ დღეში ჩააგდო იქითა ფლანგი კამავინგა და ვალვერდ გააცამტვერა თავის ფლანგზე აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი და შესანიშნავი თამაში ჰქონდა. ზოგადად ყველაფერი ძალიან კარგი იყო გუნდის მხრიდან, ამას ველოდით. პოზიტიურობის და ოპტიმიზმის საფუძველი რაც მქონდა იყო ეს, რომ გუნდს აქვს უამრავი რესურსი ინტელექტუალურით, ტაქტიკურით, მწვრთნელებიც, მოთამაშეებიც, აბსოლუტურად ყველაფერი ეს ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ ეს სეზონი არათუ შემოვატრიალოთ, როგორც აღვნიშნე, არაფერი შემოსატრიალებელი ამ სეზონს არ ჭირს, არამედ უბრალოდ რომ კიდევ ერთხელ აი ეს რაღაც ქვაღორღიანი გზა, რომელიც გვაქვს წინ, გავიაროთ, ან შეიძლება უკვე საერთოდაც გავლილი არის, ამას ვნახავთ Manchester City-სთან თამაში როგორი იქნება და რას გააკეთებენ ბიჭები, მე მგონია რომ ეს შემართება და ყველაფერი ენერგია დაეხმარებათ მათ იმაში, რომ ბოლოს და ბოლოს მოაჯდნენ ამ რაღაც პოზიტიური შედეგის მატარებელს და ბოლომდე საკაიფოდ შეიყვანონ სეზონის ბოლოს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო დამოკიდებულება ტრენტის მიმართ. ზოგადად მე არ ვეთანხმები მის მიმართ ბულინგს და რაღაც საყოდურებს მე მესმის რომ იქ რაღაც მომენტში, როდესაც ამ თემაზე ლაპარაკი მიდიოდა თვითონ მერსისაიდელმა და იქ ლივერპულში დაბადებულმა გულშემატკივრებმა რაღაცა შენიშვნები მოგვცეს გარე ფანებს და გვითხრეს რომ ეხლა თქვენო მაინც და მაინც ისე კარგად არ გესმითო, რას ნიშნავს როდესაც შენი ქალაქში დაბადებული ფეხბურთელი არის ესეთი ფეხბურთელი და ფაქტობრივად შენი მეზობელი არის ადამიანი და მე ზურგს აქცევს გუნცო და მიდისო, მაგრამ მე არ ვთვლი რომ მან რამენაირად ზურგი შეაქცია, ის არადაირად არ მოქცეულა ცუდად გუნდის წინაშე. ტრენტი არის ჩვენი აკადემიის აღზრდილი, მან აბსოლუტურად ყველანაირი ვალი მოიხადა გუნდის წინაშე, მოიგო აბსოლუტურად ყველა ტიტული, რომლის მოგება შეიძლებოდა, ორჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, ერთხელ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 1000 თუ რამე იყო, ყველაფერი მოიგო და ამ ბიჭმა პირნათლად შეასრულა ყველაფერი, რაც მის მოვალეობაში შედიოდა. ეხა ის რომ ის გაღორდა იმაზე, რომ არიქა თუ ფულს არ გადამიხდით, მე არ დავრჩები აქ და გინდა თუ არა რეალში მინდა, იმიტომ რომ იქ ბევრ ფულს მიხდიან, ან რაღაცა საუდის არაბეთში უნდა წავიდე, იმიტომ რომ იქ ბევრ ფულს მიხდიან, ან სადმე სხვა გუნდში უნდა გადავიდე, იმიტომ რომ აქ ვერაფერს ვერ ვიგებ და ამიტომ საქვე თავი დამანებეთ ყველა მე მინდა ტიტულების მოგება და ასე შემდეგ. ესეთი რაღაცა ამ ბიჭს არ გაუკეთებია. ამ ბიჭმა მოიხადა ყველანაირი ვალი თავისი გუნდის წინაშე, თავისი ქალაქის წინაშე და როგორც ფეხბურთელმა მას უნდა რომ გამოსცადოს ახალი გუნდი, ახალი მენტალიტეტი, ახალი მწვრთნელი, სხვანაირი საფეხბურთო გამოცდილება მიიღოს, ხო, სხვა ლიგაში ითამაშოს, ნახოს იქ როგორი მიდგომებია და ასე შემდეგ. მოკლედ, აი ეს მისთვის როგორც ფეხბურთელისთვის და როგორც ინდივიდისთვის ეს ყველაფერი საინტერესო არის.
და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას რო არ მოეგო რაღაცეები და ეს ვალი არ მოეხადა გუნდის წინაშე, შეიძლება არც წასულიყო. ხო, იგივე სტივენ ჯერარდის სახელს მღეროდნენ გულშემატკივრები ტრენტი რო შემოიყვანეს და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სტივი ჯისაც რომ მოეგო იმდენი ტიტული, რამდენიც მოიგო ტრენტმა, ის რაღაც მომენტში წავიდოდა და სრული უფლება ექნებოდა რომ წასულიყო. მაგალითად მადრიდის რეალში ვიცით რომ მას ჰქონდა შემოთავაზება, ხო? და არ წავიდა. და არ წავიდა, იმიტომ რომ ის თვლიდა რომ მას ვალი ჰქონდა მოსახდელი გუნდის წინაშე და ის რო წამოსულიყო, თქვათ იქ რაღაცა ისედაც ცუდ მდგომარეობაში იმყოფი გუნდი, საერთოდ შეიძლება ჩამოშლილიყო და ის იყო ადამიანი, რომელიც ბეჭებით ატრევდა თავისი ქალაქის გუნდს, ხო? და ამ ტრენდის შემთხვევაში ამის საჭიროება არ არსებობდა, ამ ბიჭმა მოიხადა ყველანაირი ვალი თავისი გუნდის წინაშე და ქალაქის წინაშე და გადაწყვიტა რომ ენახა რაღაცა სხვა. არა, მე ვერაფერს ცუდს ამაში ვერ ვხედავ და აბსოლუტურად არათუ არ ვეთანხმები ტრენდის ბულინგს, არამედ პირიქით მე მესმის და მხარს ვუჭერ მის გადაწყვეტილებას და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ რაღაც მომენტში ის დაბრუნდება კიდევაც ლივერპულში და თქვა თუნდაც რომ ამოეწურება რეალში კონტრაქტი შეიძლება თქვას რომ იცი რა მე მოვედი ვნახე გავიგე რა ხდება როგორ ხდება განვითარდი როგორც ფეხბურთელი და ეხა მინდა რომ დავბრუნდე სახში და დაბრუნდეს ანუ ამასაც არ გამოურიცხავ საერთოდ და შესაბამისად მე მგონია რომ გულშემატკივარიც ცოტა გაგებით უნდა მოეკიდოს ამ თემას კიდევ ერთხელ იმის გამო რომ ამ ბიჭმა ყველა ვალდებულება თუ რამე ჰქონდა მას ქალაქისა და გუნდის წინაშე მოიხადა და ისე წავიდა. ხო და მოკლედ დიდი მადლობა რომ მისმენდით და გთხოვთ რომ დაალაიქოთ და subscribe-ოთ და იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ რომ ამ წელსაც ჩვენ რაღაცა ტიტულით მაინც დავასრულებთ და ყველაფერი კარგად იქნება.